წონაში მოიმატებ 2 კილოს, რას იზამ? არაფერს. თუ 3 კილოს მოიმატებ? არაფერს. აჰა. 5 კილოს თუ მოიმატებ და მეც? აჰა, უკვე შეშფოთდა და დაფიქრდა რა ქნას. მაგრამ თუ 5 კილო მოიმატე და არ ფიქრობ იმაზე რა ქნა, ესე იგი უკვე საქმე ცუდად არის, რადგან 5, 7, 8, 10 კილოს მომატების შემდეგ შენ უკვე დამოუკიდებლად ვეღარ შეძლებ წონის დაკლებას, რადგანაც ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, შემდეგ ირღვევა ჰორმონალური სისტემა, შემდეგი ეტაპია წნევის მატება, ინსულინ რეზისტენტობა, იმატებს ქოლესტერინი და აი ესე ეტაპობრივად ორგანოთა სისტემები გამოდის წყობრიდან. ამის შემდეგ უკვე შენ ვეღარ აკონტროლებ შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და აუცილებლად დახმარება გჭირდება. ზოგი ფიქრობს, რომ თუ დიეტაზე დაჯდება, დაიკლებს წონაში უპრობლემოდ. მაგრამ, როდესაც შენი წონა რაღაც ზღვარს უკვე გადაწყდა, დამოუკიდებლად ძალიან რთულია ხოლმე დაკლება. ამიტომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გესაჭიროება სპეციალისტის დახმარება. მე ვარ ია გორგილაძე, ექიმი, ნუტრიციოლოგი, ფიზიოთერაპევტი. დაგეხმარები ისე გაიუმჯობესო ჯანმრთელობა, რომ აღარ დაგჭირდეს ექიმი და წამლები.